მაძიებლის მესამე სეზონის კიდევ ერთი ნახევარფინალი, რომელშიც დღეს ითამაშებენ ცოტნე გვასალია და ცვატა ბერძენიშვილი. სანდრო ახმეტელი გამახსნა პირველი სანდრო რაღაც ქვია პერსონაჟი. სანდრო ახმეტელზე იყო უკვე კითხვა მაძიებელში. ეს ის არ არის სტივკარელი? ყოვლის შემძლე ევანში რო ევანს როლს თამაშობს. არ მეგონა ვინმე მაგროლი თუ გაიხსენებდა სტივკარელი. ნუ ბრიუს ოლმაითიშიც ევანი არის, ევან ბაქსტერი. ცოტნე ყურსასმენები, ცვატა ფიქრი. ის ისე დაიჯღანა, მე მგონი მიხვდა რაღაცას, მაგრამ შეიძლება ფსიქოლოგიურად მოქმედებს შენზე, რომ რამე გაგარისკინოს. მე მგონი გამართლებული რისკი იყო მაინც. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსჯელობა მაძიებელში. პასუხი თუ იყო. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის მაძიებლის მესამე სეზონის კიდევ ერთი ნახევარფინალი, რომელშიც გამოიცდება ჩემი შესაძლებლობები ენის გასატეხებში, იმიტომ რომ დღეს ითამაშებენ ცოტნე გვასალია და ცვატა ბერძენიშვილი და მე ბევრი და არა ცოტა მომიწევს ამ ბგერების გამოყენება ჩემს ლექსიკაში. ცოტნე ცვატა, როგორ ახართ? შესანიშნავად. ჩვენივად. როგორი განწყობა გაქვთ პირველი გამარჯვებების შემდეგ? ძალიან კარგი, ძალიან მისიამოვნე თამაშით და იმავეს ველოდები ამ თამაშიც. შედეგსაც ანუ. შედეგის რა მოგახსენოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან მომეწონება თამაში და ცოტა შენკენ? ძალიან სასიამოვნო თამაშია. საყურებლადაც ძალიან საინტერესო იყო, როცა ვუყურებდი როგორც მაყურებელი და როგორც მოთამაშე, კიდევ უფრო ეგრეთ ასე ვიტყვი, მუღამიანი ყოფილა და ხო, ნამდვილად მეც რო ვითამაშე გავუცადე. ცოტნესთან ლამაზ თამაშს ველოდები დღეს და შედეგი რაც იქნება დიდი პრინციპული არსებითი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. ჩემი თავი ამოცანა რომ ლამაზად ვითამაშო. აბა ნახოთ, შედეგს მნიშვნელობა აქვს რამე თუ თქვენ გადახვალთ შედეგად ფინალში და შემდეგ იბრძოლებთ უკვე MetaQuest 3-ის მოსაპოვებლად, რომელიც არის ჩვენი უცვლელი მთავარი პრიზი. თქვენც თუ გიყვართ მაძიებელი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ ხოლმე ახალი ეპიზოდების შესახებ და ამით ჩვენც დაგვეხმაროთ, რა თქმა უნდა, მოიწონეთ კომენტარები დაგვიტოვეთ და წინასწარ მადლობას გადაგიხდით ამისთვის. მადლობას გადავხდი ასევე ჩვენი სეზონის პარტნიორ Extra G's და PSP-ს, რომელთა წყალობითაც ხორციელდება მაძიებელი, ასევე მადლობა Click Productions, რომელიც ჩვენს შოუს იღებს და Heima Productions, რომელიც მუსიკალურად აფორმებს მაძიებელს. ასე და ამგვარად, მეგობრებო, ეხლა მე მგონი ის გადაგვრჩენია, რომ ავაგდოთ ეს მონეტა და აღარ დავაგდოთ. ერთიანი თუ გერბი? მონეტა უმცროსისაა და გერბი იყოს. გერბი ერთიანი. კი ბატონო, იყოს ერთიანი. გერბი. დაიწყებ თუ არ დაიწყებ? დავიწყებ. მაშასე მეგობრებო, პირველი კითხვის პირველი მინიშნება ცოტნეს. ადამიანი უნდა დავასახელო. უნდა დაასახელო ადამიანი. ქართველი. პირველი მინიშნება. ცოტასაც ვაჩვენებ, მაინც რომ იფიქროს. ცოტა. ოკეი, რა ხდება ჩვენს თავს? აქ არის Game of Thrones-ის პირველი 6 სერია, Breaking Bad-ის პირველი 2 და Lost-ის პირველი 3. ნანახი მაქვს 3-ვე. მართლა? კი. როგორ სამჯობინებ? მე ბავშვობის უფრო Lost-ი მიყვარს ყველაზე მეტად აქედან. კი, ძალიან მიყვარს. კი ბატონო. და მე არასწორად ხო არ წერი ახლა ვფიქრობ. არა, არასწორად არის როგორც მახსოვს. შეგიძლია გაარჩიო, ასოციაციები დასახო. IMDb-ის top 100 სერიალშია ყველა, რა თქმა უნდა. ნუ ეს ცოტა Lost-ი ცოტა ქვევით არის, ძალიან უსამართლოდ, მაგრამ მაინც. ხოლმე იმიტომ რომ ზოგმა უყურადღებოთ უყურა. კი, ზოგმა ეს რა არისო და მეორე სეზონის მერე არ უყურა, ასე რომ ვთქვათ, კი. აქ Breaking Bad-ში მსახიობი ხო რაღაც იმე ისეთი რომელიც 3-ში თამაშობს. ოღონდ ქართველი აშვაშია. ქართველი მსახიობი თამაშობს იქ. არა. ხო გვეცოდინებოდა ეს. ის ხა დამრჩენია რომ გადავულოცოთ გადავულოცოთ. გადმოგილოცეთ. პირველი სტრიქონი არის სატახტო კარის თამაშებიდან. აი ეს შონბინი ეს ნუ რა ქვია მას
ჯონ სნოუს მამა. კი არა. თავიდან რომ მამა იყო და მე რომ მამა არ აღმოჩნდა. ნედ სტარკი, ხო. ეს ის ცუდი მეფე. სპოილერ ალერტ, ვისაც არ აქვს Game of Thrones-ი. ბარათეონი, ხო. ჯონ სნოუ, ტირიონ ლანისტერი, ეს ჯეიმი და ვინ არის? გელი და ლობ გელი ვინ არის? და ოქროს გვირგვინი ეს რობ სტარკი არის. შემდეგი არის მე მგონი Breaking Bad-დან მაგრამ მე gar მახანახი. და მაგის შემდეგი არის Pilot, Tabula Rasa. ეს არის მე მგონი დაკარგულები. Lost. შენ რომ მოხსანიჭებ უპირატესობას შენც გითხრა. Breaking Bad-ი არ მახანახი. აქებენ, მაგრამ კარგია და ანუ ამ ორიდან თუ მე გკითხავენ Lost-ი თავიდან კაი იყო, მე ბოლოსკენ გაფუჭდა. დიდი ხანი მაგთან ნახე და. მაგრამ რა 6-2-3. ხო, საფეხბურთო წყობასაც არ გავს. 6-2-3. 10 უნდა იყოს ჯამში, ხო? ძალიან დაცვაში ჯამდგარი გქონდა. ხო, ძალიან დაცვაში. ანუ 6-2-2 უნდა იყოს, მაშინ 6-3. მეკარიანად რო. მეკარიანად ხო ისე 11-ნი არიან, მაგრამ რას ნიშნავს ეს პილოტი პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი? ცარიელი დაფა. ზამთარი მოდის, მეფის დაცვა, Snow, Broken Things, Golden Crown. და ქართველი ისტორიული პირი უნდა იყოს, ხო? თან, ანუ მათთან ეს ისტორიიდან მნიშვნელოვანია. ან პირდაპირ კავშირი არ ექნებოდა. მით უმეტეს ხო, რეალურ ისტორიაზე მე მგონი არც ერთი არ არის დაფუძნებული, შეიძლება Breaking Bad-ი იყოს. ნახოთ მეორე ხო, რა თქმა უნდა, და უბრალოდ ახლოდან ნახე თორე ხმიდან. მეორე მინიშნებას მივადექით, მეორე მინიშნება არის აუდიო და შეგვიძლია ეს აუდიო მოვისმინოთ. ერთ-ერთი და საინტერესო წარმომადგენელი იყო იმ თაობისა, რომლის მთელი საქმიანობა საქართველოში უნივერსიტეტის დაარსებასა და აი ამ სამეცნიერო მუშაობის გაშლას უკავშირდება. ეს არის აუდიო მინიშნება. მოსასმენები კი. აბა, აი ვიღაც გვინდა მეცნიერი, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებაში მიიღო წვლილი. ეგეთ პირველ ვინც მოხსენდება პეტრე მელიქიშვილი Breaking Bad-თან ძალიან ცუდი და თქვა კორელაცია. ნუ ქიმიკოსია პეტრე მელიქიშვილისთან, ვოლტერ ვაიტიც ქიმიკოსი. ახლა შოშე Lost-თან ან იმასთან სამეფო კარის თამაში. ვიღაც ფიქრობ შეიძლება იყოს სამეფო გვარის, ან ესეთი რაღაცნაირი სამეფო გვარის თან ქიმიკოსი და დაუშვათ გაქრა მე ან დაიკარგა. ეგეთი ვინმე ხო არ არის. მაგრამ აი რატო არის აქ 6 ხო შეგეძლო 3-3 სერი ბაგრატიონი რომელიც დაიკარგა. ეგეთი არ ვიცი ნამდვილად. რაღაც ვერსია აბა რა ვერსია. კაი. არა პეტრეს გარდა? ელეფთერ ანდრონიკაშვილიც შეიძლება, ანუ სამეფო გვარი, სამეცნიერო საქმიანობა და აი ეს ბოლოში რა შუაში Lost-ი არ ვიცი. ელეფთერ ანდრონიკაშვილი ვინ იყო, როგორ გითხრა? გამოჩენილი ქართველი მეცნიერი. თორცდები იყო ფიზიკოსი, თუ სწორად მახსოვს. მაგრამ იქ Breaking Bad-ი რა შუაშია და ეს არ ვიცი, უბრალოდ აი სამეფო გვარზე ესეთი. სამეფო არა, თავადურ გვარზე გამახსენდა. ბევრი იქნება თავადური გვარის მეცნიერი ძალიან და წარმოდგენა მაქვს რა შეიძლება აქ იყოს. ეს არ მინდა გარისკო პეტრე მელიქიშვილზე, ამიტომაც დაველოდოთ თუ იყოს და უპასუხოს ცოტა. ხო, ნუ ცხადია ხა ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია საუბარი 1918 წელი, მე მგონი, ნუ დამოუკიდებლობასთან ერთად რა. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვარაუდობ, რომ ვისი ხმაც გვესმოდა ქალბატონი. ხო. ეგ არის მზექალა შანიძე. ხო და შეიძლება გულისხმობს დავიწყო. ეს მუსიკიდან მუსიკას შორის პაუზა. შეიძლება გულისხმობს მამამის. აკაკი შანიძეც მე მგონი იმ პერიოდში უკვე ენათმეცნიერი იყო. თუ არა, ამცოდე აკაკი შანიძე მაგ პერიოდში უნივერსიტეტში არის იყო თუ არა, მაგრამ წესით იმ ასაკში იყო, რომ უკვე სამეცნიერო მოღვაწეობა დაწყებული უნდა გქონოდა. ეგრე მახსოვს. იმ პერიოდის მეცნიერებებს რომ მივყვეთ,
ჩამონათვალისთვის ცალი ხელის კი ორი ხელის თითები არ გვეყოფ, ანუ ბევრი არის. ვინც ვიზეთ შეიძლება თქვა, რომ უნივერსიტეტის დაარსებაში იღებდა მონაწილეობას და სამეცნიერო საქმიანობაში, ხო? თან სხვა მიმართულებით იგივე ანდრია რაზმაძე მათემატიკის მიმართულებით, მელიქიშვილი, ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, არნოლდ ჩიქობავა, ანუ ბევრნი არიან და ეხა ის პირველ მინიშნებასთან ხო და ეხა პირველ მინიშნებასთან უნდა დავაკავშირო რამენაირად და ვერც ერთს ვერაფრით ვერ ვაკავშირებ რა შუაშია ამათთან, ხო? რაღაცა თან დანომრილია 6 სათაური, რაღაცა ის შეიძლება ნაშრომი აქვს 6 2 3 რა, აბა. სერიებიდან წკრივები 6 2 3 ეგ ის არის. ეგ წყობა არის ქართულ ენაში. ფილოლოგიაში ყოველ შემთხვევაში არის კი 6 არის ჯერ, პირველ სერიაში 6 მწკრივია, მეორე სერიაში 2 მწკრივია და მესამე სერიაში 3 მწკრივია, ხო? პირველი თურმეობით, მეორე თურმეობით, მესამე კავშირებით. ვიცი, მაგრამ არ დაგიდასტურებ არცულა. ხო, ან თან პირველი pilot part 1, pilot part 2, ანუ პილოტი პირველი თურმეობითი, პილოტი მეორე თურმეობითი. მესამე კავშირებით. აწყო, წყვეტილი, აწყოს კავშირებითი, ხოლმეობით, შედეგობითი იყო კიდევ. აღარ მახსოვს ეგრე კარგად, მაგრამ თუ ეს არის სერიებიდან წკრივები და თუ ეს ქალბატონი ნამდვილად არის მზექალა შანიძე, მოდი გავრისკავ წინა თამაში რისკმა მომაგებინა მე მგონი და ისიც არის რომ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, მაგრამ მოდი გავრისკავ და ვიტყვი აკაკი შანიძეს. გადაწყვიტე რომ გარისკო მაინც ამ ვერსიაზე, გავრისკოთ და მოიცა ერთ წამით. და არნოლდ ჩიქობავაც შეიძლება ენათმეცნიერებაზე თუა, მაგრამ თუ მზექალა შანიძეა, მაშინ აკაკი შანიძე მინდა რომ მისჩვენია რომ იყოს. კაი, რას აფიქსირებ? აკაკი შანიძე. გასაგები. დააფიქსირებ ცოტა ამ ვერსია. მეთქვი, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსჯელობა მაძიებელში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი სწორი იყო, რაც იმსჯელეთ, თავის პასუხიანად სწორად მიაქცია ყურადღება, ეს არ იყო უბრალოდ ვიღაცის აზრი მოტანილი მეცნიერის შესახებ, ვიღაც ასაკოვანი ქალი საუბრობდა მეცნიერზე, აი ეს იყო მზექალა შანიძე, რომელიც საუბრობდა აკაკი შანიძეზე, ნამდვილად ამ მის მამაზე. სადაც ორი კვირის წინ სხვა შორის ქალბატონ მზექალას ონლაინ ლექციას მოусმინე. ჩანაწერს და ხმა ისეთი დამახასიათებელი ხმის ტემბრი აქვს, ანუ ბევრ ამაში ვინმეში ვერ აგერება. და მერეც აბსოლუტურად სწორად გაშიფრე პირველი მინიშნება, ეს არის სერიები და მწკრივები. სერიები იყო მოტანილი 6, 2 და 3 შესაბამისად. ძალიან ბევრი რამე მიანიშნებდა სერიებზე და მწკრივებზე და ქართული ენის გრამატიკის მამა აკაკი შანიძე. რაც ნიშნავს იმას, რომ 3-0 ხდება ანგარიში, ცოტა წინ გადის ამ შეკითხვით. მე შემიძლია გაჩვენოთ რა იყო შემდეგი მინიშნება. მე მგონი ამაზე უკვე ორივე გამოიცნობდით. გასაგებია. ხო, ამაზე უკვე რუსთაველის ფრესკა იერუსალიმში, რომელიც საერთოდ ამ დროს გარისკვის ჩემი მხრიდან მუღამიც ის არის, რომ შემდეგს მაინც გამოიცნობს უდიდესი ალბათობით და ამიტომ შეიძლება ღირდეს რისკი. და თუ რაღაც აზრიანი ვერსია გაქვს, რა თქმა უნდა. ასევე ბოლომდე თუ ჩავიდოდით, მე ანალოგიის პრინციპით მე შემოგთავაზებდით სამხილს, რომელიც ექსტრა ჯიმ მოგვაწოდა. აჰა. გრამატიკას, ოღონდ ინგლისური ენის. აჰა. რომელიც ჩვენ მეგობარმა ბექაბერიკაშვილმა შეადგინეს ხათაშორის. ხო, ვიცანი წიგნი. ხო. მოდი ვნახოთ ახლა ვიდეო რგოლი აკაკი შანიძის შესახებ. ქართველი ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი და ფოლკლორისტი აკაკი შანიძე 1908 წელს თავისი ლიტერატურული თხზულებების გამოქვეყნებას იწყებს. პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე სწავლისას თავმჯდომარეობს ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისათვის ადგილობრივი სტუდენტების მოწვევას ცდილობს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი და აფუძნებს ქართული ენის კათედრას. პარალელურად ამზადებს ვეფხისტყაოსნის აკადემიურ გამოცემას. მისი კვლევები საფუძველს უყრის ქართული გრამატიკის სისტემატიზაციას. სწორედ მათზე დაყრდნობით გამოსცემს ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოს და ტოვებს უდიდეს კვალს ქართული ენის განვითარების საქმეში. გრძელდება მაძიებლის ნახევარფინალი, რომელშიც ცოტნე და ცოტა იბრძვიან ფინალში მოხვედრისთვის და მეორე დოსიე უნდა ვითამაშოთ, ამჯერად ცოტას ექნება ფიქრის უპირატესობა
და მოდი პირველი მინიშნება ვნახოთ. სანდრო. ისინი არიან სანდრო. ნამდვილად ისინი არიან სანდრო. აქ მშვიდობა. თქვენ ბრძანდებით ბარათელი. გახლავთ. ჩვენთან უნდა წამოვბრძანდეთ ცოტა ხნით. გთხოვთ. კი ბატონო. ეს არის პირველი მინიშნება, ცოტნე ურსისმენები. ეს არის კადრი ფილმიდან მონანიება, ცხადია, სანდრო ბარათელი არის მონანიების პერსონაჟი. მხატვარი პროფესიით, ეგრე მახსოვს რომელსაც მოაკითხეს, ასე ვთქვათ. და ჩვენთან უნდა წამოვბრძანდეთ. რამდენადაც ეს ფილმი არის ალუზია ზოგადად საბჭო ეთზე. რაღაც თელი მინიშნებებით არის სავსე, შეიძლება ერთგვარად ეს იყოს მინიშნება ადამიანზე, რომელსაც ვთქვათ 1927 წელს მიაკითხეს და სადღაც წაიყვანეს. საუბედუროდ ასეთი ადამიანები არიან 10,000-ობით. ამიტომ თუ ეგ არის ლოგიკა, მხოლოდ ამ მინიშნებით ფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება ამის გამოცნობა. სანდრო რო წაიყვანეს, შეიძლება იყოს სანდრო ახმეტელი, მაგალითად, რადგან სახელი ემთხვევა. მაგ შემთხვევაში უნდა გაგიფილტრო, რომ სანდრო ახმეტელი გქონდა უკვე. კი. ხო. ეს რო ფიროსმანს გავს ვიზუალურადაც, მე მგონი ფიროსმანიც იყო, ხო ადრე? ფიროსმანიც იყო. ესე რომ გავყვეთ შეიძლება პასუხებზე მიხვიდე. თან მხატვარიც არის და თან ვიზუალურადაც წააგავს რაღაცით, ხო და სანდრო ახმეტელი თუ იყო, სანდრო სხვა, რა ვიცი ხო, ვიღაცები იქნებოდნენ წაყვან ბარათელი არავინ მახსენდება მაგ პერიოდის, მაგრამ ალბათ ვიღაც ბარათელიც იქნებოდა იმდენი ხალხი იყო. მოკლედ ახლა ვიღაც მაშინ დახვრეტილები, წაყვანილები ძალიან ბევრია, ხა ვინ შეიძლება თქვა ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, პაულო მთავი მოიკლა თვითონ, მაგრამ რო არ მოეკლა ალბათ არასდებოდა ეგ მაგასაც, მათ შორის სანდრო ახმეტელი, ზევგენი მიხეილაძეც, მაგრამ ამ მინიშნებით ძალიან გამიჭირდება ალბათ პასუხის თქმა და ამიტომ ცოტა ხანი დავველოდოთ. თუ ცოტნე ვერ გამოიწნო მეორე მინიშნებაზე შეგეკნება უკვე. კი ბატონო. შენც გაქვს რაღაც ვერსიები ჩამოწერილი, როგორც ვერსიები მაქვს 37-ში რეპრესირებული ნებისმიერ ადამიანის შემიძლია დაუკავშირო ძირითადად. თუნდაც სანდრო ახმეტელი გამახსნა პირველი სანდრო რადგანაც ქვია პერსონაჟს და მე რაც ხდება გასაგებია მონანიება. გეტყვი რომ სანდრო ახმეტელზე იყო უკვე კითხვა მაძიებელში? უი. მაშინ არის. ხო, ნებისმიერ 37 წელს რეპრესირებული, მაგრამ ერთ-ერთი რაც ცოტა საეჭვოდ მეჩვენა მაშინ ინგლისურად არის ტიტრები. მაგას მე მიაშო. შეგეძლოთ, ფილმს მოყვა, საიდანაც გადმოუქაჩეთ და ამოვჭერეთ. გასაგები. ხო, ეს არის, უნდა წაიყვანონ, ხო? ფიქრობ ნებისმიერ რეპრესია 37 წელს დახვრეტილ ნებისმიერ ადამიანს. მიხეილ ჯავახიშვილი შეიძლება იყოს. ეს რთულია რა. არჩევა რთულია. რთულია. თან შუა საუკუნეებში ჩაცმული ადამიანები, ნუ ეს ფილმისთვის დამახასიათებელი არის ხშირად, მაგრამ რატომ მაინც და მაინც მიმეხوارე მაგალითად შუა საუკუნეებიდან ესეთი ადამიანი, რომელიც მოწყვიტეს ცებ სახლ-კარს და სადღაც გაუშვეს სადმე. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ცოტა გამოიცნობ შემდეგ მინიშნებაზე. კი, იმიტომ რომ შეიძლება ვერ, მაგრამ მოდი არ ვიცი. მივცეთ ცოტა შანსი, იმიტომ რომ ძალიან რთულია რამის. კეთილი. მოიხსენი შენს. თუ გამოიცნო თუ არა, ანუ მეორე მინიშნება შენსაც არის. ორივესთვის არის მეორე მინიშნება, რომელიც ამჯერად არის აუდიო. ბევრი ვერ მოასწრო. ვერ მოასწრო, იმიტომ რომ ასე მოხდა, მისი ცხოვრება ასე უეცრად შეწყდა. არ იყო ასეთ მაღალ დონეზე, არც ჩაწერები, არც ფირები, არც არაფერი და მისი ნამდვილი ხელოვნება არ შეიძლება აღდგენილი იყოს ისე, როგორც მე მგონი ყოველ შემთხვევაში დამსახურებულია მისით.
აბა. მინდა ერთხელაც მოусმინოთ. მე მგონი ისევ ქალბატონზე ხალას. იგივე ხარ ისევ იგივე ხომ, მაგრამ ისევ აკაკშიანიც არ მგონია რომ იყოს. სავარაუდოდ უნდა იყოს ვიღაც, ვინც არის დაკავშირებული მუსიკალურ ხელოვნებასთან, იმიტომ რომ ნახსენებია რომ არ იყო მაშინ ესეთი ფირები, ჩანაწერები, ვიღაც ვისაც კარნახობს ლოგიკა, უბრალოდ ვინც მახსენდება, თუმცა შეიძლება იყოს ვიღაცა ვინც არ ვინ არის ასეთი, ვისაც ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი. ნუ გაუფილტრეთ ისედაც, მაგრამ მუსიკა არ იყო, თეატრი იყო, ტიციანი პოეზია, პაოლოც, ახლა ესე რომ ჩამოვყვეთ მიხეილ ჯავახიშვილი პროზა. სხვა ისეთი მომღერალი ხო არა? ევგენი მიქელაძე. გავრისკო? არ ვიცი. წინა შემთხვევაში გაამართლა. მოდი გავრისკო. ამ შემთხვევაში არ ვიცი. გარისკავ მაინც. გავრისკო. ვიტყვი ევგენი მიქელაძე. ესე იგი არ ღალატობ საკუთარ სტრატეგიას, რომ რაღაც მომენტებში უბრალოდ გარისკო და ხო, ვიცი, თუ არასწორია, იყოს არასწორი და რას ვიზამე ხა. კეთილი. დააფიქსირა ცოტა თავისი ვერსია, გარისკა, რაღაცა ერთგვარი ლოგიკა. საწერი გქონდა ვერსიების გასაცრელად და საბოლოოდ ამ ვერსიაზე ჩამოყალიბდა. ეს ნამდვილად არის ევგენი მიქელაძე, ეს სწორი პასუხია. ეს მიხვდი შენც თუ არა? ვერსიებს შორის ჩანაწერები პირები. ანუ აქაც გარისკვის ლოგიკა ისე რომ თუ არა მე ისიტყოდა და. ხო, და ნუ ამ შემთხვევაში სწორი აღგვაჩნდა. ვიცნობ რა ცოტნეს ინტელექტს, ამიტომ რაღაცებში მგონია რომ თუ არ დავასწარი, სწორად გამოიცნო. და მიდიხარ შესანიშნავად 6-0 ხდება ანგარიში მეორე დოსიეს. შემდეგ გეტყვით რომ შემდეგი მინიშნება მე არც მომიწია აქ საკაღალდის ამოღება, მაგრამ მაინც გაჩვენებთ. შემდეგი მინიშნება იყო ეს არის ტრავიატის პარტიტურა, რომელიც მას აჩუქეს შალვა აზმაიფარაშვილმა და შალვა თაქთაქიშვილმა. აიცა რაღაცა სხვაც ამოვიღე. სხვა მინიშნება? კინაღა. სხვაც ამისი არავის. ხო, მაგის იქნება ეს. ხო, ეს თუმცა მიწევებულია და ეს იყო შემდეგი მინიშნება. მაგაზე აწერია კიდე აწერია ჟენიას. ხო, ნუ, მაგრამ მაგამდე და ბოლო არის ეს. ხო, გასაგები. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. სხვა შორის აი ესეთი დირიჟორის ჯოხის შეძენა ექსტრაზად შეგიძლიათ. თუ კი გჭირდებათ თქვენს პროფესიაში. მოდი ვნახოთ ახლა ვიდეო რგოლი ევგენი მიქელაძის შესახებ. ევგენი მიქელაძე მუსიკის მიმართ ინტერესს ბავშვობიდანვე იჩენს. თავდაპირველად საყვირზე დაკვრას იწყებს 15 წლის ასაკში კი სპორტულ საზოგადოებას შევარდენს ეხმარება სასულე ორკესტრის ჩამოყალიბებაში. ლენინგრადის კონსერვატორიაში სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში ბრუნდება და სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს უდგება სათავეში. 1934 წელს ევგენი როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი აღადგენს გამორჩეულ სპექტაკლებს დონ პასკუალე, ოტელო, ფაუსტი, აბესალომ და ეთერი. ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად დგამს მთის გულს, რომელიც სათავეს უდებს ქართულ ბალეტს. 1937 წლის 4 ნოემბერს დირიჟორს აპატიმრებენ. 13 დეკემბერს კი მძიმე ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის დახვრეტას უსჯიან. მაძიებელი გრძელდება, მეგობრებო, გრძელდება კიდევ ერთი დოსიეთი, რომელიც ამჯერად მსოფლიო ისტორიიდან არის და გამოსაცნობია ამჯერად დოსიე. ნახოთ პირველი მინიშნება, რომელიც ცოტნესკენ გაემართება. პირველი მინიშნება სასანთლე. გავიკეთო ხო უკვე? გაიკეთე. აბა, მოკლედ ეს არის სასანთლე, აქ ანთელმე ხოლმე სანთელს. და რა შეიძლება იყოს ეს? რა შეიძლება იყოს და სასანთლე. ბატონო, რა შუაშია ვინმესთან.
3 სანთელი დავუშვათ. ოკეი, ვაკ ერთი ვერსია. ვერსია გაქვს? კი, Lady Di ხო არ არის, Candle in the Wind არის სიმღერა. მასზე მიძღვნილი. და ნუ სასანთლეში სანთელი შეიძლება ჩავდოთ და ოკეი, მაგიტო Lady Di დავუშვათ. კიდე რანაირი სასანთლე არის? 3 მიანი. ჩას 3 სანთლიანი. რო იყოს ცოტა მეტიანი და მინორას გავდეს წავიდოდი ვინმე იბრაელზე, მაგრამ არა, არ მგონია მინორას მოტანა გაგჭირდებოდათ. ალბათ კიდე რა შეიძლება. მე სასულიერო პირი ხო არ არის, სასანთლის მოტანა სასულიერო პირზე. კიდე ერთი ვერსია მაქვს. რა? ჰაიდნი ხო არ არის გამოსამშვიდებელი სიმფონია, ესეც აი სანთელს აკრობს ბოლოს. სანთელს აკრობს. რამდენი ვერსია დაიბადა და რამდენი 2 სხვადასხვაგან? არა, 2. სასულიერო პირი, ჰაიდნი. სასულიერო პირი ვინ და ბევრი სოფლის სასულიერო პირი ესეთი სანთლით სანთლის გარეშე ხან ეს ერთი ასოცირდება მაინც და მაინც მას თუ ვერ მე მგონი არ რისკავ ამჯერად. არ ღირს მე მგონი. მაშინ გადავცემ ცოტას. აბა შენთან რა ასოციაციები გაჩნდა ნეტა. სხვაშორის ვერსია მაქვს, მაგრამ მართლა? ამაზე გარისკვა რა ვერსია? ძალიან სიგიჟე იქ. თოტნემაც რაღაც ვერსია და თქვა, არ დააფიქსირე. ხო, ჩემი პირველი რაც მომაფიქრე ხამს შეხედა იყო დიოგენეს სინოპელი, მაგალითად. რომელიც არა ასეთი შანდლით, მაგრამ სანთლით სანთლით ხელში ხამე დადიოდა სინოპის ქუჩებში და დაეძებდა ადამიანს. მართალკაც ხო, ხო და სხვა ეხა შანდალზე მენორა მახსენდება პირველი, მაგრამ მენორას არ გავს ეს ებრაული შანდალი რო არის. რაოდენობაში არ ემთხვევა, 3 აქ. ეს თუ ვერ გამოვიცანი, მე მთელი სამქულიანი მიდის ცოტნესთან. 2 ქულიანს და 1 ქულიანს. თუ გარისკე ხო? ხო, თუ ვერ გამოვიცანი, თუ პასუხი გაგოჩნდა არასწორი. ძალიან მშვიდად თამაშობს მე კი, მეც ხურსასმენს აღარ ვიკეთებ, ვაჩუნად ვარ. შენ ისმენ. კაი, მოდი დაველოდოთ მეორე მინიშნებას. დაველოდოთ. აიც არ გავისკოს. კეთილი. მეორე მინიშნებაზე გადავდივართ, ცოტამაც არ გარისკა და ნახოთ მეორე მინიშნება. ხოლმე წარმოგიდგენთ მეორე მინიშნება. ცოტა ვაჩვენებ. სერიალი ხო ვერ ვნახე. მე კი ვნახე მაგ. აუი არა, ერთი სერიალზე და ბევრი რამე ყოფილა. ფარგო არის სერიალი. ხო. კაი, გავიკეთე. ფილმი ფარგოა. ნეკა შენ მას დააკვირდი და გაშიფრე ხა. მან იმდენ რამეა რომ აბა ფარგო ეს ძმები კოენების ფილმი თუ სერიალი არ ვიცი, ორივე არის. ეს მე მგონი ფილმია უფრო, ვიდრე სერიალი. არის როზეტა, მატრიცა, პადრე პადრონე და ფარგო. როზეტას ქვა დაუშვოთ. სანთელი აღშვაში. როზეტას ქვა, სანთელი და ვიწყებთ ლოცვას. შეშონი კი არის მატრიცა, აქ ვაჩოსკები. აქ ძმები არის, აქ ვაჩოსკებია. მერედები, მაგრამ ახლა ძმები. აქ არის კოენები. ესენი არ ვიცი. კარგით. შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს, ანუ მაგრამ ძმები ვიღაცები იყოს პასუხი. თეორიულად კი, ანუ მაგალითად არ გვაქვს შეზღუდვა ერთ ადამიანზე. მაგალითად დებიშხნელები გქონდა. ოკეი, გასაგები. ხო. კარგი, ეს არის სანთელი და ძმები. არა უცნაურია. აი, რა შეძებ ხა შენ ფიქრებში? ცნობილ ძმებს, რომლებიც იქნება კავშირში მასთან, შანდალთან. ხო, დავკნათ. არ მიყრის გარისკვაც. გარისკვად არ გიღირს. ალბათ ძმების ლოგიკას ცოტაც მიხვდება დარწმუნებული ვარ. შეიძლება, ან შეიძლება მე მგონია რომ ძალიან ის არის. ძალიან აშკარა. აქ ცალსახად. აქ საერთოდ წერია ვის ფილმიც არის. გადავცე ანუ. გადაეცით.
არ დააფიქსირა ცოტა ვერსია. როცა უყურებდი, მე მგონი ვერსია უნდა გქონდეს. ფიქრობდა რაღაცებს საინტერესოდ. ხო იცი რაღაცა კაი ვერსია რო გაქვს. თავიდან უბრალოდ კაი რო გონია და მე ვცდილობ რომ ფაქტები იმ ვერსიას მოვარგო, მაგრამ რაღაცა დიოგენეს ვერ მოვარგე, ესენი ვერო. ეხლა აქედან ასე თუ ისე რაცაც ნანახი ქვია. არის მატრიცა მაქვს ნანახი. ნეო და ტრინიტი და მორფეუსი. რაღაცა 3 ის შანდალიც 3-ია. რაღაცას მიხვდა. ის მიხვდა უკვე, თუ არ გავრისკე უკვე. ჩავიხედა. ან იქნებ სტრატეგია. შეიძლება. ეს არის ეს პადრე პადრონე. ესე ძმები ტავიანების ფილმი. მოდი ეს კი არ ვიცი, აქ წერია. ძმები ტავიანები არის რეჟისორები. ამის რეჟისორებიც ოღონდ ეს როცა გადაიღეს ძმები იყვნენ. ამის რეჟისორებიც ძმები არიან. და ვიცი, ამის რეჟისორებიც რატო არ იქნებიან ძმები ვითომ? ჯოელ და ეთან კოენები, კი ბატონო. ძმების გადაღებული ფილმებია. ძმები და შანდალი მხატვრობაში ხო არ არიან ვიღაცები, ვინც ხატავენ ან შანდალი, კენდო აუთხოთ ძმები გალაჰერები, მაგრამ აშუაში ოაზისი ხამ ამ მასთან დიოგენეს დიოგენე და მისი ძმები. დიოგენე და მისი ძმები არა. და მე რომ ვიფიქრე დიოგენე და თქვათ შენ ახლა ფიქრობ რომ რამეზე მაინც გარისკო რა. ხო, რამეზე მაინც გავრისკობს. მაგალითად ძმები რაიტები, მაგალითად. აშუაში ამასთან არ ვიცი, მაგრამ თუ რაღაცა გამოგონებასთან აშუაშია შანდალთან, სამთელთან, ნათურასთან, რაით არის მარჯვენა, სწორი, ფრენა, უილბურ და ურვილ რაიტები. კარგი, მოდი გავრისკავ და იყოს ძმები რაიტები. ძმები რაიტები. უილბურ და ურვილ რაიტები, კი ბატონო. დააფიქსირა ცოტამ თავისი ვერსია. რომელიც დიდი ალბათობით არასწორია. რომელიც არასწორია. შენთვის მაქვს ორქულიანი მინიშნება. მაინც ორქულაზე თამაშობ. ხო, მაინც პარემ. თუ გინდა პირდაპირ დააფიქსირო? თუ სამქულას ავიღებ კი. სამქულას ვერ არის. მაშინ მაჩვენეთ ორქული. უბრალოდ მაინც აგვიზიარა ვერსია სანამ ნახავ. მე დავინახე. ერებს ფიქრობ, თუმცა ლუმოს და ანთებას ანთები და ძმების ფილმებია. მაგრამ რა ვიცი, ვერთობ ძმები და ფილმები ზიარებ. რა რაიტები საწავი მატარებელი იქნება და ეგ არის. სათამაშო მატარებელია? რომელიც ჩემო. ორი ქულა მიდის შემოგორდა მატარებელი ვასიეტეს სადგურში. აი ძმები ძმებზე. გასულელურად რაიტები და ეს საერთოდ არ გამახსენდა ვიღაცებს წავედი რაღაც. ხო და მეც ძმებზე რო ფიქრობდი, რატომაც კინოებია, ხო? ფილმებზე და ძმებზე რა უნდა მეკითხა? ძმებზე ფილმები რა ვიცი მე, კინოში ვინიცით ცნობილი. ხო და შეიძლება მეტად კინოში არ მხოლოდ რომ ლუმოს მეგობრებო, ეს არის პირდაპირ პერსონაჟი ლუმიერი. იმაში ურჩხული დამზეთ ნახავიდან ლუმიერი ქვია. ანთებასნი. მაგ ლუმოსის გამოქვია მეგონი მაგ. ლუმოსის გამოქვია იმას და ამ შემთხვევაში პირდაპირ ერგება უკვე ლუმიერი. არ ვიცი, არ მატარებელი საიდან გვაქვს სანდრო? ეს ულამაზესი მატარებელი სათამაშო გამგვიგზავნა ექსტრამ და მე გამოგვადგებოდა უკვე სამხილად და თუ მაინც ვერ გამოიცნობდით ამის შემდეგ უკვე ბოლო მინიშნება იყო აი ეს გენაცვალეთ. თვითონ კადრი არის მატარებელების შემოდის თუ? ეს არის გასაგებია. ძმებ ლუმიერების მიერ შექმნილი კინემატოგრაფია. 6-2 გახდა ანგარიში და ვიდეო რგოლი ვნახოთ ლუმიერებზე. პირველი სრულყოფილი კინოაპარატის შექმნა ფრანგ ძმებს, ერთ-ერთ პირველ კინომწარმოებლებს ოგიუს და ლუი ლუმიერების სახელს უკავშირდება. 1894 წელს ლუმიერების მამა თომას ედისონის კინეტოსკოპის ჩვენებას ესწრება და ამ გამოგონების შესახებ ძმებს უამბობს. ძმები კინეტოსკოპზე დაკვირვებით ქმნიან გაუმჯობესებულ აპარატს კინემატოგრაფს, გამოსახულების ჩაწერის, შენახვის და პროექციის ფუნქციით. ლუმიერების სახელს უკავშირდება კონკრეტული მიგნებებიც, მაგალითად კადრის უკუ გადახვევა, პანორამული გადაღება და ასე შემდეგ. კინემატოგრაფის პოპულარობის კვალდაკვალ 1895 წელს პარიზში ეწყობა სახალხო ჩვენება გრან კაფეს დარბაზში, რომელიც დღემდე კინოს დაბადების ადგილად მიიჩნევა.
ვაგრძელებთ მაძიებელს, ვაგრძელებთ უკვე საქმის რაუნდით, იმიტომ რომ დოსიეები ვითამაშეთ და პირველი საქმის პირველი მინიშნება იქნება ცოტასთვის. მოვლენა. მოვლენა. დიახ. ინებეთ. ვაჩვენებ ცოტნესაც მაინც. ცოტა. რა პლანეტაა? პლანეტა დედამიწა და ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია. რამდენიმე ისარი არის მინიშნებული. 1 2 3 4 5 6 ვიღაცის მოგზაურობა, მაგრამ შეიძლება პუნქტებია მონიშნული? ხო, მაგრამ აი სამხრეთ აფრიკაშიც რო იყო, ლონდონშიც რო იყო და იავაზეც რო იყო ინდონეზიაში. ნუ ახლა ინდონეზიაში თორე როცა მაშინ იყო, რა ვიცი რა იყო. ეგეთი ვინმე რა ვთქვათ, ივანე ბერიტაშვილის მოგზაურობა. ბერიტაშვილი არის ის, არა, რაფაელ დანიბეგაშვილი. მაგრამ მან ჩასული აქ არის, ესე იგი, ეს ალბათ არის სამარყანდი, დელი, ბეიჯინგი, რაღაც ეგ ტერიტორია, ჩინეთის ტერიტორია, ეს ესპანეთი, ორგან, მაროკო, იტალია, საბერძნეთი, გერმანია 3, ლონდონი, საკმაოდ ფართო არეალია გაშლილი. ოკეი, რაღაც წერტილები არის, მაგრამ ამ წერტილებს ვერ ვაკავშირებ ერთ მოვლენაში. რაღაცა სახელები ვიღავს და იფსიცალი. კაი, ხო არ ჯობია რომ გადავიდეთ. კაი, არა, გადავიდეთ რა, ხა მართლა არაფერი არ მომდის თავში და არ დააფიქსირა ცოტა მარაფერი. შენკენ თუ გამოიკვეთება რამე საინტერესოა. კარგად, ესე იგი, საქართველოს მონიშნული. საქართველოს დაინახე პირველ რიგში. კი, რა თქმა უნდა. არის მსოფლიოს რაღაცა წერტილები მონიშნული. თავიდან მითქეს ხო არ არის, თავიდან უცებ რომ ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობის, მაგრამ იქ ანტარქტიდაზეც იყო და ამერიკაშიც იყო და ამერიკა არ ჩანს. ან ეს ის დრო არის საუბრობთ, როცა ამერიკა არ არის აღმოჩენილი, ალბათ. რადგან არ არის დატანილი რადგან რუკაზე? არის დატანილი რუკაზე. ლონდონი არის, ეს აშკარად ლონდონია. არის იტალიის ორი ქალაქი თან ძალიან ახლოს და ერთმანეთთან. საქართველოს რომელი ქალაქი ხო ფიქრობ მაგის დადგენას, ზღვისპირა არ არის აშკარად, რაღაც. ფოთი არის ეს ვითომ. ფოთი როგორ იქნება ზღვისპირა არ არის და ქუთაისი შეიძლება დავუშვათ, ეს არის ქუთაისი. აქ არის რაღაცა რუსეთის ან ქალაქი. ესე პირდაპირ ყოველ შემთხვევაში ამ პუნქტების ერთად წარმოდგენაზე არაფერი ისეთი არ გახსენდება. ხო, ანუ რაღაც ძალიან ვერაფერს გეტყვით ხაროთ. მაშინ შეგვიძლია მეორე მინიშნება, ანუ სამქულიანი მინიშნება. წაგიკითხოთ. ტექსტი გითხოთ. ეს არის ტექსტი. 1984 წლიდან სამუშაოები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. ახალი ერა 1991 წლიდან დაიწყო. პროექტში წინსვლა გერმანელების ჩართვას დაემთხვა. რამაც სამუშაოების გაფართოებასა და საერთაშორისო აღიარებას შეუწყო ხელი. ცოტნე ყურსასმენები, ცოტა ფიქრი, ის ისე დაიჯღანა, მე მგონი მიხვდა რაღაცას, მაგრამ შეიძლება ფსიქოლოგიურად მოქმედებს შენზე, რომ რამე გაგარისკინოს. მაგრამ მე მგონი მიაქვს ცოტნეს ეს კითხვა. ანუ 27-ია. ყოველ დათვალზე ვერდი, ცოტათი მეც ვითვლი ხომ. 27 ქალაქი.
27 ქალაქი, ან 27 გეოგრაფიული წერტილი და 27-თან დაკავშირებით რა აშენდა საქართველოში, რა მოვლენა იყო, რამაც 91 წლიდან ჩაერთნენ გერმანელები. 1900, ხო? 1900 არის კი. რაღაცა ბაგრატის ტაძრის აღდგენა მიდიოდა 94 წლიდან, მაგრამ 91 გერმანელების ჩართულობა დიდად არ მახსოვს. სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა და 91-დან ახალი ერა დაიწყო რა. ხო. ჩაერთნენ გერმანელები და რაღაცა სამუშაოების გაფართოებას და საერთაშორისო აღიარება მოხდა კიდე რაღაცის. რომ არის მე მგონი უნდა იყოს არქეოლოგიური გათხრები. ზოგადად გერმანული არქეოლოგიური სკოლა არის ძალიან ცნობილი. ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში. და მე ბავშვობაში ვაპირებდი არქეოლოგობას და ერთ-ერთ მიზნად მქონდა, მამაჩემი არქეოლოგი იყო პროფესიით და ერთ-ერთ მიზნად მქონდა წავსულიყავი გერმანიაში სასწავლებლად, იმიტომ რომ იქ ასწავლიდნენ ყველაზე კარგად. და შეიძლება აქ არის მონიშნული მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრების ადგილები. ეს არის აფრიკაში. ხო და არის ორი ვარიანტი. ან არის ვანის არქეოლოგიური გათხრები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გასაგებია ისტორიაში. და მეორე ვარიანტი შეიძლება არის უძველესი ადამიანების აღმოჩენების ადგილები და შეიძლება ის იყოს დმანისის არქეოლოგიური გათხრები. გასაგებია. ეს მოვლენა იყოს დმანისის არქეოლოგიურ გათხრებში თუ უფრო კონკრეტული პასუხი გინდა? არა, თეორიულად იდეაში ეგეთი რაღაც მისაღებია. ან უფრო კონკრეტულად ალბათ ზეზოსდამზიას აღმოჩენა. ხო, ანუ მაგაზე რო იყოს თეორიულად ეგ ნორმალური. კონკრეტულად არქეოლოგიურ გათხრებში ბევრი ამის აღმოაჩენენ ხოლმე. ხო. კაი, მაგას დავაფიქსირებ მაშინ. რომელს? საფიქსირებ, ანუ თუ მაგას სამუშაოებზე თუ ალაპარაკი არის დმანისის არქეოლოგიური გათხრები და კონკრეტული მოვლენა თუ გვინდა, მაშინ უძველესი ევრაზიული ადამიანის აღმოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე. დმანისი არჩი, ანუ დმანისა და ვანს შორის ამას გეკითხებოდ. საბოლოოდ, ხო, დვანსა და დმანის შორის დმანისი ავარჩია. ლოგიკურად უფრო მივიღოთ. გასაგებია. დააფიქსირა ცოტა თავისი ვერსია. საკმაოდ ისეთი მსჯელობის შემდეგ ძალიან ბევრ რამეს მივედმოვედ. გარშემო შენც ჩამოგიყალიბდა რაღაც ვერსია, როგორც მივხვდი. თითქმის. მე რაღაცები მიამატე კიდე თავიდან დავინახე რაც გეწერა, მაგრამ მაინც იმაზე ვrčebi. მაგრამ ანგარიში 9-2 ხდება, იმიტომ რომ ეს პასუხია. ეს არის დმანისის არქეოლოგიური გათხრები, დმანისის აღმოჩენები, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩინეს ზეზოდამზია. ჰომინინები რუკა, რომელზეც დმანისის წარმოადგენლობა მდებარეობს ხანაში. ხო და მაგით ვაფიქრებდი ვანის არქეოლოგიური გათხრები ხარ ვთქვა. არა, დააკვირდი საქართველოს პატარა აქ ბევრად უფრო ვიდრე ახლა მთლიანად რო წარმოიდგინე. პრინციპში მართალი ხარ. ხო, მასშტაბი არის რაღაც რა. შავი ზღვაც მთლად საამაყოდ არ არის დახატული და ხო, არა, ხელნახატი რუკაა და უბრალოდ ეს არის. ხო. ხო, ხაი ახლა აქ საერთოდ დანია საერთოდ არ არის და ნორვეგია შვედეთის კონტური. ხო, კონტური, მაგითო გითხარი კონტროლს. ანუ ეს არის როგორც მივხვდი, მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰომინინების, ხო? ხო, ჰომინინების ყველა წერტილი, სადაც ჰომინინები არიან აღმოჩენილი. ანუ ეს ნეანდერტალი. კი, გერმანია, საფრანგეთი, რაც იყო, მოკლედ ყველა ეგ ადგილი იყო. იმიტომაც ეს მივხვდი, ხო, ეგრევე. გერმანელების ჩართულობით. გერმანელების ჩართულობით უკვე ძალიან. ხო, და გერმანელებზე წავედი მე არქეოლოგიაზე. არქეოლოგები არიანო და სკოლა აქვს საუკეთესო გერმანელებს. ეგ ძალიან ის. ჩვენი შემდეგი მინიშნება იყო უკვე რეკვიზიტული. რათა თქვენს ეს საქმე უფრო მეტად გაგეთხარათ, მე მოგიტანხეთ შესაბამის იარაღებს, რომელიც საჭიროა არქეოლოგთათვის. აი ეს რაც მე სპონჯი მეტრიალებია. ხო და თუ მაინც იტყოდით, რომ ეს ალბათ მალიარკასთან არის დაკავშირებულიო და ვიტყოდით ვინმე ცნობილ მღებავს, მერე უკვე გადავიდოდით ბოლო მინიშნებაზე, რომელიც არის ხო ეგ არის. კი. აი.
სიმაღლე, წონა, ტვინის ზომა, კვების რაციონი, ნაირმჭამელი. ნაირმჭამელი უკვე მიხვდებათ რომელ მღებავზე იყო საუბარი. ყველა მღებავი? ყველა მღებავი, კი ბატონო. ამჯერადაც სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეკვიზიტები მოვიპოვეთ ექსტრადან და მოკლედ თუ დაგჭირდებათ სახში რემონტი ან არქეოლოგიური გათხრები ეზოში, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეხლა კი ვნახოთ დმანისის შესახებ ჩვენი ვიდეოკლიპი. დმანისში არქეოლოგიური გათხრები 1930-იან წლებში იწყება, როდესაც ქალაქის ქვემოთ შუა საუკუნეების ნაქალაქარს პოულობენ. მოგვიანებით ქვის ხანის იარაღებს და ცხოველის სულებსაც აღმოაჩენენ, რაც წარმოშობს ვარაუდს, რომ აქვე პალეოლითის პერიოდის ადამიანის ნამარხით შეიძლება იყოს. 1990-იან წლებში გათხრებს საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფი უერთდება და ქართველ მეცნიერებთან ერთად დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ხერხდება ადამიანის ჩონჩხის ნამარხის აღმოჩენა. ირკვევა, რომ დმანისის ჰომინინებს 1.8 წლის ნაშთები მსგავსთა შორის ევროპაში უძველესია. მათ ადამიანის განცალკევებულ სახეობას მიაკუთვნებენ და ანიჭებენ განსაკუთრებულ სახელს ჰომო გეორგიკუსს. საქმეს მოყვება საქმე, მაძიებელი კი გრძელდება მეორე საქმით, რომელშიც პრიორიტეტი იქნება ცოტნესკენ და უნდა გამოვიძიოთ კიდევ ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიიდან. ამ მოვლენის გამოძიებას ვიწყებთ ციტატით და მე წაგიკითხავთ ახლა ამ ტექსტს. შემოკრიბნა კაცნი პატიოსანი ცხოვრებითა და შემკობილნი ყოვლითა სათნოებითა არა თვისთაოდენ სამეფოთა შინაპოვნილნი არამედ ქვეყანისა კიდეთა სადაითცა ესმის ვიეთიმე სიკეთე სისრულე და სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა ახსავსოებაი იძივნა და კეთილად გამოიძივნა მოიყვანნა და დაამკვიდრნა მას შინა. ცოტა ყურსასმენები. ჯო? იგარი? კი. მაგ ვერსია. შეიძლება იყოს, უბრალოდ რამდენად არის ისტორიული მოვლენა გრიგოლ ხანძთელის ზოგადად ეპოქა მოღვაწეობა, იმიტომ რომ ეპოქა ვერ იქნება. ეპოქა ვერ იქნება. მაგრამ ხანძთის მონასტრის დაარსება იქნება. ეგეთი რაღაც შეიძლება იყოს მოვლენა, ხო? რატომაც ხონია ეგ გრიგოლ ხანძთელიდან ნაწყვეტი. და არის ისეთი მოვლენა, რომ ანუ უშუალოდ შუა სამეფოში კი არ განახორციელა, სადაც უფრო უსაფრთხოდ და გარანაც საზღვრის კიდესთან, რათა უფრო განემტკიცებინა რაღაც იმას გავს შეკრებას სასულიერო პირების მონასტრული ცხოვრების დასაწყისს. შეიძლება ეს იყოს იგივე ხანძთის მას შეიძლება იყოს საზღვარგარეთ ქართული მონასტერი, მაგალითად პეტრიწონის მუსიკას და მუსიკას შორის იყო ალბათ გადასვლა. კი ბატონო, არა უშავს. ლავრის დაარსება, ბევრი ვარიანტი არის. თორნიკესთან ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, საზღვარგარეთ რომელიმე ქართული მონასტერი, ან თუნდაც გრიგოლ ხანძთელის მიერ მოწმობ არის რომელიღაც მონასტრის დაარსება. კონკრეტულად სამწუხაროდ ვერ გეტყვით. ანუ არც ისედაც ამჯერად თუ ჯობია რომ გავატარო, ანუ ასე ვთქვათ, დაუთმო ცოტას, იმიტომ მე თუ ამას ვერ უპასუხე, სწორად ყველაფერი დასრულდება. არა, სწორად ვერ უპასუხე, ყველაფერი დასრულდება. შვიდი ქულაა სხვაობა. კი, ამიტომაც გავატაროთ ეს. კარგი. რამდენიმე ვერსია გამიჩნდა. სულ პირველ, ნუ მოკლედ, აქ არის საუბარი სავარაუდოდ რაღაც სამეცნიერო საქმიანობაზე უნდა იყოს. ეხლა არ მგონია ჯარისკაცების მხედართავრების შეკრებაზე იყოს, ხო? პირველი რაც მომაფიქრდა, შეიძლება ყოფილიყო, ეს იყო ვახტანგ მეექვსეს მიერ თბილისში სტამბის დაარსება. თუ სტამბის დაარსებას გარკვეული ინტელექტუალური რესურსი ჭირდება და თან ადამიანების ჩართულობაც ჭირდება. ასევე გამიჩნდა ვერსია, მე უკვე იყალთოს აკადემია რო გააკეთა დავით აღმაშენებელმა. თუ გელათის აკადემია და იყალთოს აკადემია ორივე იყო და შეიძლება ამ აკადემიების დაფუძნებაზე იყოს. შეიძლება იყოს საუბარი რაიმე სამონასტრო კომპლექსზე, რომელიც შეიძლება საქართველოს ტერიტორიაში არ იყოს, მაგრამ ნუ ქართველის მიერ თუა დაარსებული, ხო, ქართულ მოვლენად ჩაითვლება იდეაში, ხო.
მაგას ვიძიებთ ახლა ჩვენ. კი. საქართველოს თქვათ, რა ვიცი, ათონის ივერთა მონასტერის დაფუძნება. მაგრამ აი მონასტრის დასაფუძნებლად, მონასტერს რო აფუძნებ, იქ შეკრებილი ხალხი არიან სასულიერო პირები. ესე ძებნა მე მგონი უფრო სჭირდებათ სწავლულებს, განათლებულ ადამიანებს, რომლებთან რაოდენობაც შუა საუკუნეებში მაინც დიდი არ იყო. ვისაც წერა კითხვა იცოდა, შეეძლო სხვისთვის ესწავლებინა თუ რაიმე აკადემიაზე ელაპარაკი, თქვათ იყალთოს აკადემიაზე ან რამეზე. ან სტამბის დაარსებაში 1709 წელი იყო თუ სწორად მახსოვს, როცა პირველად დაფუძნდა სტამბა თბილისში და სახარება იყო პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა. ვახტანგ მეექვსის სტამბას გულის. ხო, ვახტანგ სანამ წავიდოდა ქვეყნიდან, რუსეთს სანამ გადაიხვეწა. მაგაზე გეტყვი რა გქონდა კითხოთ უკვე. ვახტანგ მეექვსის სტამბა? ხო. მამან შეამცირა სავარაუდო პასუხების არეალი. პატიოსანი კაცი ჭირდება ცხოვრებით, შემკობილი ყველა სათნოებით. ცხოვრებითა და შემკობილნი ყველა სათნოებით. არა თვის დაუდეშინა, ანუ მარტო ხო, არამედ ქვეყანისა კიდეთაცა, სადაიცა ესმის ვიეთიმის იქეთ. ხო, ანუ შეკრიბა საუკეთესო ადამიანები რაღაც სამეცნიერო საქმიანობისთვის. რა სამეცნიერო საქმიანობა, ანუ ეს შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწავლება, ხო, თქვათ იყალთოს აკადემიის დაარსება. ხო არ გავრისკო? ხო, ანუ აი ეგ არის სტრატეგიულად როგორ გირჩევნია თქვათ, გარისკო. გავრისკო. გარისკო. კი. და აფიქსირებ იყალთოს აკადემიის დაფუძნება და არსება. მივიხოთ. რისკი რა ვიცი. დააფიქსირა ცოტა თავისი ვერსია 4 ქულაზევე. ესეთი რისკიანი, მე არ ვიცი, ესეთი რისკიანი თამაში მაძიებელში ბევრი არ მახსოვს, იმიტომ რომ სულ რისკავს. არ გეტყვი რა ვერსია დააფიქსირა, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი, შესაბამისად, უკვე სამი ქულა კოკა-კოლა შენთვის. ხო, აი ამჯერად უკვე მე მგონი გამართლებული რისკი იყო მაინც. ასე გგონია, იმიტომ რომ შენც გაქვს რამე ისეთ ვერსია რაც გარისკავდი, თუ რატო? არა, უბრალოდ გონია რომ სამკულაზე უჭველია. მაინც დიდი უპირატესობა. ხო, რო ამეღო თამაში უკვე მოგებული იყო. კი, და რო არა იყო მოდი გადავიდეთ შემდეგ მინიშნებას. მე უკვე ყურსასმენი არ ჩუმა დავარ ჩემთვის. კი. შემდეგი მინიშნება უკვე რეკვიზიტი. შეიძლება ნახო რა. რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ მოდი კამერამ ნახოს. კარგით. მოდი გავშლი აქ. ხო, აკადემიის დაარსება და ახლა რომელი? არის. აკადემიის დაარსება ნამდვილად. ახლა არის შეკითხვა რომელი? გვაქვს წიგნები და შენ აქედან ასკვნი რომ ან იყავ თუ ან გევართი უბრალოდ პირველ მინიშნებას მოვისმენ და იმის მიხედვით კი ბატონო, შემოკრიბნა კაცნი პატიოსანი ცხოვრებითა და შემკობილნი ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთაოდენ სამეფოთა შინაპოვნელნი, არამედ ქვეყანისა კიდეთა, სადაიცა ესმის ვიეთიმეს სიკეთე სისრულე და სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობაი. იძიუნა და კეთილად გამოიძიუნა, მოიყვანნა და დაამკვიდრნა მას შინა. ორივე შეიძლება. აი, რომელი გინდა ახლა რო თქვა აქედან? ერთ-ერთი უეჭველად არის. ანუ ქვეყნის კიდე ალბათ იქნება საზღვარგარეთიდან მოიყვანა ვიღაცები შეიძლება. მოდით იყოს ეს თუ არის დავით აღმაშენებელზე, მაშინ იქნება გელათის. თუ არის არსენ იყალთოზე, იქნება იყალთოს. ორივე შეიძლება. მოდი იყოს გელათის აკადემიის დაარსება. ფიქსირებ ამ ვერსიას. გელათის აკადემიის დაარსება. კაი, მივიღე, მაგრამ რატომ აინდა მაინც არ ვიცი. არ იცი უბრალოდ ამორჩევის არჩი. კი. ცოტა შეიძლება დავფიქსირებ. იყალთოს. ეს არის გელათის აკადემიის დაარსება და რა დავით აღმაშენებელს დაწელოს უფრო გავდა ვიდრე რატომ არსენ იყო. იყალთოს აკადემიას დავითის კი დავითის კი ბატონო. კი, ნამდვილად ასეა, თუმცა გელათი ითვლება პირველ აკადემიად და ამ შემთხვევაში გელათი ჯობდა ვერსია. უპირატესი ამითია რომ რაღაც პირველი ქართული აკადემია არის გელათი, რა თქმა უნდა, იმავდროულად იყო და ახლობთ იყალთოც, მაგრამ ხო. შემდეგ უკვე გვექნებოდა მინიშნებები ჩვენი
საქაღალდიდან. ბარემ გაჩვენებთ. ეს დიდად არ ვიცი გაგიფილტრავდა თუ არა, იმიტომ აქ არის ივანე პეტრიცი და არსენი ყალთოელი. მეგონი პირიქით. მეგონი უფრო დამაბნევდა. და ბოლო არის აქაც ეს პოლონიის არის? მაშინ გელათშიტყოდეთ. როგორც პირველი უნივერსიტეტი და პირველი აკადემია საქართველოს იყო გელათი. 9-5. ნახოთ გელათის აკადემიის დაარსების პროცესიდან კადრები ისტორიული რაც არის შემორჩენილი. ყველაფერი იწყება მაშინ, როცა დავით აღმაშენებელი ქართულ სწავლულებს ივანე პეტრიც და არსენი იყალთოელს უზიარებს თავის ინიციატივას ქართული სასულიერო სასწავლებლის დაარსებასთან დაკავშირებით და ამ საქმეში ჩართვას თხოვს. მალევე 1106 წელს ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო ცენტრს, გელათის აკადემიას ეყრება საფუძველი. აკადემიაში 7 ძირითადი დისციპლინა ისწავლება. სკოლის მოდელი კი ბიზანტიის, ანტიოქიის და კონსტანტინოპოლის განათლების სისტემებს ეფუძნება. აკადემია ნეოპლატონისტურ ღირებულებებს ატარებდა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ერთიდან იწყება და ერთში ბრუნდება. ადამიანის მისია კი გონიერების გზით ამ ერთთან დაბრუნებაა. გელათი 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. მაძიებლის ნახევარფინალში ბოლო საქმის გამორკვევაღა დარჩა. ამ საქმის პრიორიტეტი ცოტას ექნება და ეს საქმე იქნება მსოფლიო ისტორიიდან. ჩემი შავი საქაღალდა, რომელიც სულ ჩემთანა, ჩემს ჩაცმულობას უხდება. და პირველი მინიშნება. პირველი მინიშნება. სოფლისტოს მოვლენა დათავსახოთ, ხო? ცოტა. ურსასვენები ცოტნე? ეს რა არის კაცო? რაღაცა ცნობილი მემი არის ეს. მაგრამ რა შვებიან ესენი წარმოდგენა არ მაქვს. შენიბრალია? ეს ის არ არის სტივკარელი? სწორად მახსოვს სახიობი არის. ოლის შემძლე ევანში რო ევანს როლს თამაშობს, თანამედროვე მოსე, ეგ არის მე მგონი. ორი ვარიანტია რა, ან იარაღი აქვს მიშვერილი ერთმანეთზე და თუ ეგ არის, მაშინ სოფლიო ისტორიიდან შეიძლება იყოს მილიონობით მოვლენა. ყველაფერი შეიძლება იყოს. ან მეორე ვარიანტია, რომ ვითომ მიშვერილი აქვს ერთმანეთზე იარაღი და სინამდვილეში საერთოდ არაფერიც არ აქვს მიშვერილი. და ესე აშინებენ ერთმანეთს. და აქაც მე მგონი არ იქნება ცოტა მოვლენა. და მესამე ვარიანტია, რომ ერთმანეთს რაღაცას აბრალებენ. თქვათ ვიღაცა მოკლეს და შენიბრალია. პირობითად რა, ფრანც ფერდინანდის ყოლობა. ეხა ეს რაღაც სერიალიდან არის, ხო, მე მგონი ეს კადრი, რომელიც მე ნანახი არ მაქვს. ხო. ნუ ეგ შემიძლია გითხრა, რომ კი. და შესაბამისად თუ რაიმეს ცოდნას მოითხოვს ამ სერიალისგან, უბრალოდ გამორიცხულია, რომ ჩემამდე მოვიდეს ეგ. ამიტომ მოდი ცოდნას გადავულოცავ. კეთილი. შელობის და დაელოდები, რომ თუ 4-იანზე ვერ აიღოს და მე 3-იანზე. ცოტნე შეკინარი ფიქრის მოკლედ ეს ოფისიდან კადრი ამას ქვია მაიკლი ამ პერსონაჟს ქვია დუაითი თუ სწორად მახსოვს და ერთმანეთისკენ აქვთ ის არის ჰიპოთეტიკური დუელი ასე რომ ვთქვათ. ერთი ვერსია მაქვს. ახლა არის 9-5 ანგარიში. 9-5 ანგარიში. ძალიან დიდი შანსი აქვს ცოტა აიღოს და დაასრულოს ყველაფერი. ცოტამ თუ სამქულიანზე აიღო დაასრულებს ყველაფერს. და ეჭვი მაქვს რომ აიღებს ხო დუაითი და აქეთ არის მაიკლი. თუ შენ აიღებ ახლა 4-იანზე, მაშინ გაათანაბრებ. აი როგორ უნდა ვთქვა ახლა 4-იანზე რამე? რას ფიქრობ არ ვიცი. კარიბის კრიზისს ფიქრობ რატომ ხაც? არ ვიცი. ანუ ორი ის არის სუპერ სახელმწიფო არის და ერთმანეთისკენ დამიზნებული აქვს ამ შემთხვევაში ატომური იარაღი, ამ შემთხვევაში ეს.
კარგი, ახლა ვინმე დუაითი დავუშვათ ეიზენჰაუერი და იქეთ მაიკლი, ანუ აქეთ ამ ხარეს მიხაილი, ვინმე მაგ დროს არ მახსენდება ნამდვილად, არ ჯდება, უფრო აქეთ არის. ხო დუაითი ქვია მას, მე მგონი დუაითი ქვია. ეს არის სტივ ქარელის სახელი, ეს არ მახსოვს სახელი და ოფისი ქვია. სერიალს რაცა სამოქალაქო ომი დაუშვათ ამერიკის. და ეს არის ოფისის ამერიკული ვერსია არის. არის ბრიტანული ვერსიაც, არის ამერიკული, ეს არის ამერიკული. ხო არა, დაუშვათ ამერიკის სამოქალაქო ომი. ხო არა, დაუშვათ აი current wars რაც არის. ძალიან ნებისმიერ ორი რაღაც დაპირისპირებული რაღაც შეიძლება იყოს ეს. არის გადაულოცოთ მოდით ცოტას და იმედი გვაქვს რომ ვერ გამოიცნობს ვერაფერს. არ დააფიქსირა ცოტნე არაფერი. შესაბამისად მე შემოგთავაზებთ უი, ბოდიში. ხო. მეორე მინიშნებას. ეს არის მეორე მინიშნება. აი, გასაგებია. ცოტა. ესაც გაქვს რა თქმა უნდა. კუბის კრიზისია? არ ვიცი. კუბა არის და ფლორიდა. აქ ის სანქტ-პეტერბურგი წერია ქალაქი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ოკინავა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი ქალაქია ევროპული ქალაქების სახელების ანალოგიით. კი, ეგ ნამდვილად ასე. მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, პარიზი. არ მხოლოდ ევროპული. ხო, არა მხოლოდ ევროპული, ხო, მემფისი და ასე შემდეგ. ნუ მემფისი ყველაზე ცნობილია, მეგონი. თვითონ ტომ სოიერიც თუ ჰეკბერიფინს რომელიღაც ეგეთ ქალაქში ცხოვრობდა. სანქტ-პეტერბურგში ტომ სოიერი. სანქტ-პეტერბურგში, ხო, მაგრამ ნუ ეს აშკარად კუბის კონტურია. ეს ნიკოლაევსკი და ბუხარესტი და ვინიცა რაშუაში. შეიძლება თქვათ რაღაცა საბჭოური დასახელებები იყოს ბაზების. და აშკარად ფლორიდა და კუბა არის, რა ვიცი, თუ რამდენადაც რუკა მახსოვს ესე რომ წარმოვიდგინო. ვიზუალურად. ხო, ვიზუალურად რომ წარმოვიდგინო, ვამსგავსებ მაგას. ივესტი. ყველაზე ახლო ხო საზღვარი კუბასა და იმას შორის, იქ ამერიკას შორის არის კუბა და ფლორიდას შორის. თლად ორი ფეხის ნაბიჯი არ არის, მაგრამ ნუ ისეთია რომ ნავებითაც კი მიცურავენ და კუბელი მიგრანტები როცა ცდილობენ ფლორიდაში გადასვლას და ეს რაღაცა ვითომ ერთმანეთს იარაღის სროლა წააგავს კუბის კრიზისს, რომ ეგონათ რომ ატომური ბომბი გაუშვეს, კიდე კაი არ გაუშვიათ და კიდე უფრო კაი რომ არ უპასუხეს. მე შემიძლია მხოლოდ სატურნირო მდგომარეობა შეგახსენოთ 9-5 ანგარიში, თუ ამას სამქულაზე გამოიცნობ, რა თქმა უნდა, უკვე ფინალში ხარ მაგ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიცნობ და ცოტნე გამოიცნობს, ერთ ქულამდე შეამცირებს ხაობას და უკვე მესამე რაუნდი. მაიამი წერია აქ ხო ფლორიდა, რა თქმა უნდა. იყოს კუბის კრიზისი. კუბის კრიზისი. მისაღებია. მისაღებია თუ მიღებულია? მიღებულია და მისაღებიცა, იმიტომ რომ ამითი შენ ფინალში ხარ. გილოცავ. რა იყო კარიბის კრიზისი? კარიბის კრიზისი გნებავთ, კუბის კრიზისი. ხო, ნუ ეს ატომური ვითომ გაუშვეს და ხო, ეს მოკლედ ნამდვილად შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ამ კითხვაზე 4-იანზე გარისკვა მონიშნული გქონდა. ისეა თქონდა კუბის კრიზისი. პირველივე ეგ გამახსენდა, მაგრამ კონკრეტული ვერსია ამერიკის სამოქალაქო ომიც გამახსენდა და ამიტომ მოკლედ რა არის, ნახე არ უჭირავთ სინამდვილე, ანუ არის ვითომ ბაქი ბუქობა არის მხოლოდ როგორც აღნიშნე, ემუქრებიან ბოლომდე ერთმანეთს, მაგრამ ხელში არ არის, იმიტომ რომ გასროლა ძალიან გამიმართლა რომ პრიორიტეტი ჩემი იყო და მეორე მინიშნება ჯერ ჩემთან მოვიდა. ხო, შეიძლება ითქვას, შემდეგ ჩვენ გვექნებოდა ასეთი მინიშნება. ფიდელ კასტრო და ხრუშოვი და კენედი ალბათ. ხო, ნუ დოქტორ სტრენჯლავი. ოკეი.
და თუ დოქტორ სტრეინჯლაუზე ვერ გამოიცნობდით, ბოლოს იყო უკვე სცენა X-Men First Class-იდან, კონკრეტულად კუბის კრიზისზე. ამიტომ უკვე ყველაფერი გასაგები გახდებოდა ამ შემთხვევაში. მეგობრებო, ასეთ სიტუაცია მივიღეთ, რომ ცოტა ფინალშია, ანგარიში გახდა 12-5, ცოტნე კი მესამე ადგილის მოპოვება შეეცდება შემდეგ შეხვედრაში, მაგრამ მესამე რაუნდი მაინც უნდა ვითამაშოთ. სიამოვნებით. უბრალოდ უკვე წნეხის გარეშე. წნეხის გარეშე გავერთოთ მესამე რაუნდში და ვნახოთ საბოლოო ანგარიში როგორ დაფიქსირდება. მანამდე ვიდეო ვნახოთ ვიდეო რგოლი კუბის კრიზისის შესახებ. კარიბის კრიზისი, იგივე კუბის კრიზისი 1962 წლის ოქტომბერში იწყება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა მსოფლიოს ატომური ომის საფრთხის წინაშე აყენებს. საბჭოთა კავშირის მხარე კუბაზე ანთავსებს ბირთვულ რაკეტებს, რომელთა დაფარვის არეალში ამერიკის 2/3 ექცევა. ამ მოვლენას წინ უძღვის ამერიკის მიერ თურქეთსა და იტალიაში რაკეტების განთავსების და კუბის საზღვაო ბლოკადა. 27 ოქტომბერს კუბის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარები ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს აგდებენ. პილოტი იღუპება. მალევე მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან და კონსენსუსს აღწევენ. ჯონ კენედი და მიხაილ გორბაჩოვი კუბიდან საბჭოთა რაკეტების, ხოლო თურქეთიდან და იტალიიდან სარაკეტო ბაზების გატანაზე თანხმდებიან. ვაგრძელებთ მაძიებელს, მესამე რაუნდით წნეხი მოხსნილია, შეიძლება ითქვას და მეგობრებო გამარჯობა. ზუსტად 23 წამი ვითხოვთ თქვენს ყურადღებას. მაძიებლის მეოთხე სეზონისთვის ვემზადებით და იმისათვის, რომ ჩვენი გადაცემაც და ეს არხიც გავაუმჯობესოთ, სრულყოთ და თქვენი შენიშვნებიც გავითვალისწინოთ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ამიტომ დონაციისთვის ანგარიშის ნომრები მითითებული იქნება ამ ვიდეოს აღწერაში. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ. ცოტნე რომელი კონვერტი გავრიცხოთ? მწვანე გავაგდოთ. ცოტა. მოდი ისევ წითელი გავაგდოთ წინა თამაში. ყვითელზე ვითამაშოთ. ყვითელზე ვითამაშოთ. ყვითელ კონვერტში დევს საკმაზები. ესეთი კიდე კაი ამ რაუნდამდე ვიკეთე. საკმაზები. არც მეც ბევრი ასე რომ. სანამ დავიწყოთ თქო რომ ყვითელი ყველაზე მეტჯერ დარჩა მგონი ამ სეზონში. მართლა? კი, არც წითელი, ანუ არც მარტივი უნდა და არც რთული წითელი ქვეცნობიერი. აგრესიული ფერია. ერთი მე რაღაცებს შეიძლება საკმაზებზე რაღაცების ფიქრი. დავიწყოთ. 1800 წლის ამ ბრძოლაში გადმოცემის თანახმად ქართველები მამაცურად იბრძოდნენ, რათა ავარიის მფლობელს მეორედ საქართველოში მოსვლა აზრადაც არ გაევლო თავში. 3, 2, 1. მიახურებს. ეს სწორი პასუხია. ეს არის მიახურის ბრძოლა. მიახურით რა შეიძლება. მიახური ხო არა ხარ მეორედ მოხვიდე, ამაზე იყო მინიშნება კი. მეორე შეკითხვა. თავისი მმართველობის ბოლოს ესეც საქართველოზე. საქართველო. თავისი მმართველობის ბოლოს 1124 წელს დავით აღმაშენებლის შეიძლება ითქვას უკვე ვარსკვლავურმა არმიამ დღევანდელი ყარსის კიდემ ბრძოლა ჰქონდა. ვარსკვლავური არმია იყო. დღევანდელი ყარსის ტერიტორიაზე მდებარე ეს ქალაქი სელჩუკებს გამოსტაცეს. ეგა ეხა ანისია. ანისის ვარსკვლავი? კი, ეგ არის. ფორმის სხვა რაღაც მეც. ეს ვარსკვლავი არმია და შუაშია? ანისის ვარსკვლავი არის ერთ-ერთი. ეს ანისის ვარსკვლავი მე ვიცი ხო. საერთოდ სხვა რაღაცა მეწერა. მეწერა კარი იგივე კარი კარი, ყარსის ხო. სახელი იყო და კი, კარიც შეიძლება არის საკმაზე. ვერ გამოიცანი ცოტნე. SSRK-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს ეს არის მესამე კითხვა უკვე მსოფლიო. SSRK-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს ნიკოლაი ეჟოვს 151 სანტიმეტრის სიმაღლისა და სადისტური ხასიათის გამო ეს ორსიტყვიანი მეტსახელი შეარქვეს. ორსიტყვიანი? ხო. სიმაღლისა და სადისტური ხასიათის გამო. ერთი ვიცი, მაგრამ ეს იმაში არ ჯდება. მაგარი ვერსია მოგზა. აბა, დაბალი სადისტი. კაი, ამაზე რა ვერსია გაქვთ? არაფერი. მე დავწერე პატარა ხახვი.
ანუ ხალხს ატირებს და თან პატარა. ხო, სიამდვილეში მასე ძახდნენ სისხლიან კონდრის კაცს. დაბალი კონდარი და კონდრის კაცი. ცოტა რომ მეკფიქრა შეიძლება კონდარზე, მაგრამ სისხლიანის გარდა კიდევ ნუ სადესტურ ბევრი ამე შეიძლებოდა, ხო, შეიძლება ეს მეტსახელი გწოდნოდა სისხლიანი კონდრის კაცი. საბოლოოდ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც 16 ქულა აიღო, ცოტა ამ ეტაპზე მაძიებლის რეკორდია სხვათა შორის, მინდა გითხრა. მადლობა. ბრავო. და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ფინალში. ცოტნეს კი გადავცემ, რა თქმა უნდა, საჩუქრებს. ექსტრასგან და PSP-სგან საჩუქრები შენ და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მესამე ადგილის თამაშში. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ბარემ აქვე ვთქვათ, ექსტრას, PSP-ს, Click Productions-ა და Heima Productions. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ კომენტარების, დაგვიტოვეთ და იყავით ჩვენთან ერთად უყურეთ მაძიებელს. მადლობა მოთამაშეებს. შევხვდებით უკვე შემდეგ ეპიზოდში.